ხათ იმასაც გეტყვით, რომ ნამდვილად ამ ხნის განმავლობაში სამუშაო ჯგუფთან ერთად ეროვნული გადარჩენის გეგმაზე მუშაობდი, ანუ ანტისაიმიგრაციო ზომებზე, რომელიც დღეს წარმოადგენდა. დღეს პრეზენტაცია გქონდათ, ვილაპარაკებთ აუცილებლად. ამაზე მუშაობდით, უბრალოდ მიმოვიკვლიეთ სხვადასხვა ზომები სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ უნდა გავაჩეროთ ის უკონტროლო მიგრაცია, რაც არის. თქვენ კითხვას რაც შეეხება პირველ რიგში ბრემენელ მუსიკოსზე ვიტყვი, რომ მას ყველაზე მეტად აქვს სათქმელი ამ საქმესთან დაკავშირებით. მან 9 წელი გაატარა ბიძინა ივანიშვილის გვერდზე. ის შექმნილია როგორც პოლიტიკური ფიგურა ბიძინა ივანიშვილის მიერ, არავინ არ იყო მანამდე და ჩამოვიდა დაინიშნა თანამდებობაზე და სასათბურე პირობებში გაატარა და დაწინაურდა. ამიტომ თუ ვინმე გვეტყვის ყველაზე მეც თვითონ ისაუბროს თავის საკითხზე, მე ვიტყოდი, რომ მას ალბათ მის პარტიას სტოკჰოლმის სინდრომი ჭირს. სტოკჰოლმის სინდრომი არის, როდესაც გიყვარდება ნელ-ნელა და თბილი გზნობები გიჩნდება იმ ადამიანის მიმართ, ვინც შენი მწამებელია და გაწვალებს. სად გამოიხატება ახლა ამ პარტიის მხრიდან ივანიშვილის სიყვარულმა შეიყვანა პარლამენტში? იცით რა არის? სხვა გარდა იმის, ანუ სტოკჰოლმის სინდრომი ეგ არის, როდესაც თან ესე იგი ადამიანი გაწვალებს, თან გძულს, თან გიშინია, თან გიყვარს. ბოლო თვეების განმავლობაში მხოლოდ ის რას ვიხილეთ და გვესმოდა ამ პარტიისგან, ეს არის ოპოზიციის ძაგება, ოპოზიციის დადანაშაულება ყველაფერში და არაფერი. შეიძლება, მაგრამ მისი მთავარი ხაზი იმის პარალელურად, რომ ერთადერთი პარტია, რომელიც წინა თვითმმართველობის არჩევნებში შევიდა, ანუ ყველანაირი არგუმენტი მისცა, იმან ვერ გამოიყენა ოცნებამ, თორე ამათმა ყველა არგუმენტი მისცეს, რომ ქვეყნის ნორმალიზაცია მოეხდინათ. თუ რაიმე პრობლემა აქვთ ამ ხელისუფლებასთან, აი ამ ბრალდებების მიუხედავად ფონზე თვითონ ისაუბრა. პარტიების აკრძალვის თემა, ანუ მხოლოდ ეს არ არის, ნახეთ, მანამდე იყო 8 პირზე წყალი არ აქვს ანას და თხოვთ შესაძლებელია რომ შემოვიტანოთ სტუდიაში. კი ბატონო, 8 პოლიტიკურ ლიდერზე, ანუ ხომ არ გრჩება შტაბ-ბეჭდილება, რომ ეს საქმეები არის იმისთვის, რომ ყველა კონკრეტულმა ლიდერმა ამ საქმეებთან ერთად რაღაცნაირი ივანიშვილის გზავნილიც მიიღოს, როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ შემდეგ 13 წელი ან 15 ან 2 ან 3 არ მოუწიოს საპატიმროში გაატაროს. რაღაც ეს სამართლებრივი, ეს თქვათ, პროცესი ამ პოლიტიკურ გზავნილებსაც ხომ არ ატარებს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მისამართით. ეს კითხვა გამიჩნდა, მაგალითად ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ახალი ბრალი აღიქვა, როგორც გამოხვალ ახლა ციხიდან და წადი ქვეყნიდან და არსად წასვლას არ ვაპირებ მაგალითად. ავტორიტარიზმებში ეს არის ტიპიური. ჩვენ მანამდეც გავარჩიეთ ალა პუგაჩოვას ინტერვიუ, იქაც კარგად ჩანს, ხო, ეუბნებიან, რომ გვაწუხებ შენი მოსაზრებებით, წადი ქვეყნიდან და ნორმალურად იქნები. ხა ის ფიგურაა. ამ სიტუაციაში მე თავიდან მევთქვი, 4 კოალიცია, ძველი მონაცემები, ანუ 24 წლის რეალობა იყო პრობლემა, შეიქმნა პრობლემად. და რეალურად მიდის უზრუნველყოფა, რომ ეს მოთამაშეები მოედანზე აღარ გამოვიდნენ. აი ამის უზრუნველყოფა. ახალი მოთამაშეები როგორ ითამაშებენ, მე არავინ არ იცის, ამიტომ ანუ ეს არის, ეს თქვა, ძველები გავიდნენ პოლიტიკიდან. აი ამისთვის არის, რომ რაღაცნაირად ივანიშვილის ინტერვიუდან ფრაგმენტი გავუშვით, ახლა გახარიაზე სადაც საუბრობდა და იმავე ინტერვიუში ის მოქალაქეებს ეუბნება, რომ ახლა გაქვთ ასეთი ცუდი არჩევანი, თორემ მომდევნო არჩევნებზე სრულიად სხვა არჩევანი გექნებათ, მე გპირდებით, ანუ ასეთ ცუდი ოპოზიციასა და ჩვენც არ ვართ კარგებიო, მაგრამ ჩვენზე უარესები არიან და ასეთ ცუდი მენიუ არ გექნებათ ბიულეტენში მომდევნო არჩევნებზე. ნამდვილად ძალიან დიდი ხანია ამას ამბობს ის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვათ, რომ მოედანზე ორივე გუნდს ბიძინა ივანიშვილი ცვლის. ოპოზიცია ხო ვერ ცვლის თავის თავს. ბიძინა ივანიშვილი ამ კანონებით და მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ცვლის მოწინააღმდეგე გუნდსაც. ჩემი პოზიცია არის, რომ ხვლიქს რო დაიჭერ და ის კუდი რო ხელში ხვლიქს რა აქვს ხომ თავარი ფანტასტიკური გადარჩენის თვისება, ევოლუციით განვითარებული. რო დაიჭერ, ხელში შეგრჩება კუდი. ის გაგექცევა. აი ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ. ის ფორმები, რომელიც ჩვენ შევქმნით უკაცრავად, ჩვენ გვეუბნებოდი, რომ თქვენო ვერ შექმნითო წინა ზაფხულს, არ გახსოვთ ამაში გავატარეთ. შეიკრებით, ვერ შეიკრებით, ის იყო სწორი იმ დროისთვის და აი როგორც ხვლიკის კუდი
ეს რეალობა, რომელიც იყო სწორი იმ დროისთვის უნდა მივცეთ, სწორი კითხვა იქნება თუ ვიტყვით რომ კი, მაგრამ ახალი რა არის? იქნება თუ არა? ახალი რა თქმა უნდა გაჭირდება, იმიტომ რომ ფინანსების პრობლემაა. არავის ხელს არ შეუწყობს ივანიშვილი რომ ხა ოპოზიციური პარტია და ფინანსების გარეშე არ არსებობს და ხა თუ პარტიზანულ ბრძოლაში არ გადადიხარ და ცივილიზებულად იბრძვით დაფინანსება გჭირდება. ხელს არავინ არ შეგვიწყობს. იქნებოდა ეს დაფინანსება ბიუჯეტიდან პარლამენტში რომ შესულიყავით, მაგრამ არ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დღევანდელი მოცემულობით ალბათ 10 თნოლს უგებთ ბიძინა ივანიშვილს, მე ამაში ვარ დარწმუნებული. უგებთ 100%-იან. სად ხართ? სად ფორმდება ეს გამარჯვება? მე გეტყვი. მორალურად? მე გეტყვი. არა, მორალურად არა. ძალიან რეალურად იმაში, რომ დღეს კეთროვანების სტატუსი აქვს იმ ხალხს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აი ამ გადაწყვეტილებების გაფორმებაში ეხმარებოდა. ჩვენ არ დაგვავისდეს, მას უერთგულესი, მას თავისი გადმოსახედიდან მესის და რონალდოს გაშვება მოუწია მოედნიდან. აბა სად არიან? უერთგულესი პირველადი მოთამაშეების გუნდის თავისი უერთგულესი ოჯახის წევრების. ანუ ეს ხალხი რომ გაუშვა, თქვენ რომ პარლამენტში არ შეხვედით, იმის გამო გაუშვა გომელაური, ანუ ბმა მინდა მაპოვნინო. კი. არა, პარლამენტში არ შესვლა იყო ბრძოლის გამოცხადების ნაწილი და ერთ-ერთი წინაპირობა სანქციებთან ერთად, იმ გადაწყვეტილებასთან ერთად, რომელიც საქართველოსთვის გაფორმდა ევროკავშირში. აი ახლა ჰერჩინსკიმ რაც გამოაცხადა, ხო? ანუ როდესაც კითხვა არის, როდესაც იწყებ ბრძოლას, ბუნებრივია შემოდგომა, წიწილები უნდა დავითვალოთ. დანაკარგები უნდა დავითვალოთ, ხო? დანაკარგები მოგებაში ვარ თუ ამბობ და რა გიჭირავთ ხელში? ჩვენ ხელში გვიჭირავს ის, რომ მოწინააღმდეგე დაზიანებულია. ჩვენს გვაქვს დანაკარგები. ამის გამო ის რაღაც ეფექტურ მართვას ვერ ახორციელებს? ვერ ახორციელებს. ის რაც ხდება დღეს შეშლება ხელი მინდა ესეც გამანახოთ. ეხლა გეტყვით. ის რაც არის ქართულ ოცნებაში დღეს რაც ხდება, შიდა დაზიანება, შიდა დასისხლიანება, ურთიერთდაპირისპირება და ქართული ოცნებიდან ქათმის ბუმბული რო არის დარჩენილი, რომელიც დგას ერთადერთ რაღაცაზე. ეს არის ძალა, შეხედეთ. დღეს გამოაცხადეს, ვის უმატებენ ხელფასებს? პოლიციას, ჯარს, საჯარო მოხელეებს და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა რა? საქართველოს პასპორტის მფლობელები არ არიან? რატო უმატებენ ხელფასს მარტო აი იმ უწყებებს, რომელსაც აქვს თოფი და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას მარშრუტკის ფული არ აქვს? ეს ხო არის რეალობა. ეს ხო არის რეალობა, რომ სრულიად ეს პროტესტი ამ თოფიანი ხალხის კარგად ყოფნას რა თქმა უნდა, ეს პროტესტი არა, ეს პროტესტი ემსახურება საქართველოს თავისუფლების შენარჩუნებას. დღეს თქვენ, დიანა, კონკრეტულად თქვენ, საქართველოს მოქალაქეს, თქვენ ოჯახის წევრებს, შუბზე რომ არა გაწერიათ, რომ ხართ აგენტი, აი ზუსტად კონკრეტულად თქვენ. აი ამ ეთერს, ეხლა რო არ აწერია, რომ ხართ აგენტი და მეც არ მაწერია, ეს ამ ბრძოლის დამსახურებაა. მე მგონი ეს ძალიან დიდი მიღწევაა. არის თუ არა დანაკარგები ჩვენ მხარეს. რა თქმა უნდა არის. ის ყველაფერი რაც კეთდება, აი ეს დაჭერები, ბრალდებები, შიში, ტიტუშკები, რომელსაც მეც განვიცდი, ხო, ყოველდღიურად დავდივარ, იმისავეთ, რა ქვია, იარაღი არ მაქვს, თორე შეიარაღებული ვარ, ვინსაც დამხვდება, ღერთმა იცის, ხო? ეს ყველაფერი დანაკარგია პოლიტპატიმრების ხედან ციხეში არაფრის გულისთვის, მაგრამ მეორე მხარე ალტერნატივა რა გქონდა? რაც გახარია, ხო? საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა შემთხვევა. გახარიამაც ეს თქვა არაორდინალური, არათანმიმდევრულად იარა. გახარია, ნახე საქართველოს მე გეტყვი. გახარია რომ პარლამენტში ყოფილიყო, ეხლა ვერანაირი ორი საქმე პარლამენტშია. პერსონალურად რომ ყოფილიყო, ის ხელშეუხებელი იქნებოდა პერსონალურად. ხო, მე იქნებოდა? კი. ასევე ყველა ლიდერი იქნებოდა ხელშეუხებელი. იქნებოდა ფინანსები, მათ შორის ეს რატომ არის სირცხვილი? ვიღაც ბიზნესმენისგან ფულის აღებას რატომ ჯობია რომ ბიუჯეტის ფულით იყოს პარტია დაფინანსებული. ეს არ ექნებოდა იმუნიტეტი, იმიტომ რომ რა არ მოუხსნეს ბადრის და მამუგეს. ბადრი არ აქვს საკმარისი რაოდენობა. როგორ არ აქვს საკმარისი? როგორ გეკადრებათ? როგორ გეკადრებათ? გახარიას ჩვეულებრივად უმრავლესობით მოუხსნიდან იმუნიტეტს, ნებისმიერ დეპუტატს მოუხსნიდან იმუნიტეტს. და მეცაც გეტყვით. საქართველოს იმპერიულ წარსულში არ არსებობს გზა, რომ საქართველოს მოსახლეობამ მტერს დაუწვა. ამის მეტი ისტორია ჩვენ არა გვაქვს, რომ ჩადიხარ. ტერი არის ოცნება, ამიტომ მის პარლამენტში შესვლა ასე ოცნება მე მაგას ახლა ვერ ავწევ ამ დონეზე. ქართული ოცნება არის მოლაპარაკე თოჯინების ერთობლიობა,
რომელსაც ქვეყანა მიყავს დაღუპვის გზაზე. რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში დემოგრაფიულად, დიანა, რაც ხდება და მალე მოხდება, რომ საქართველოს სტატისტიკის სამსახური ვერ გვეუბნება, რამდენი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში და რამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ დავამთავრებ. ეს ნიშნავს, ნახეთ, თავარი არის აქ რა, რომ ეს არის მტრული გზა. ვისგან იღებენ ესენი SMS-ებს, მე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მე ვხედავ რას, რომ საქართველოდან 160,000 ადამიანი წავიდა შარშან, 200,000 ადამიანი წავიდა შარშან წინ და ამის მაგივრად 25,000 რუსეთის მოქალაქეს მისცეს მოქალაქეობა. ეს არ არის მარტო რომელიმე ერთი დეველოპმენტ კომპლექსის პრობლემა. ეს არის რითი შეგიძლიათ ამ პროცესს, ანუ დღეს წარვადგინეთ, თუ ამაზე გეგმავა, რითი შეგიძლიათ ამ პროცესს რაღაცნაირად ხელი შეუშალოთ ან რა შეა თქვენი გეგმა? ახარიას თემას დავასრულებთ, მე ვფიქრობ ძალიან ზუსტად მისი გზა რო არ აღმოჩნდა სწორი და საქართველოს ნებისმიერ იმპერიულ ძალასთან, რომელსაც საქართველო უპირისპირდებოდა. ესეთი მოქცევა რო არ არის სწორი, მისვლა, თაყვანისცემა, აღიარება და ძღვენის მირთმევა და მე რო დალოდება, როგორ წაგათრევს და გილიოტინაზე ქათამივით თავს მოგაჭრის ამის ყველაზე კაი მაგალითი არის გიორგი გახარია, რომელიც 2 კვირის წინ კი როდის იყო შევიდა საქართველოს პარლამენტში, სხედან იქ რაღაცა სასაცილო რაღაცეებს იძახიან. საგარეო საქმეთა კომიტეტის ხდომა მოვიწვიოთო. სად არის? სად არის? შესულიყავით გეთქვა თქვენ არასაკმაყოფილო და რა მე ისე რომ მომქცეოდენ? ანუ ისე გამაჩვენეთ მაგალითი, როგორ რაში გაამართლა მის მაგალითს. ეს გინდა თუ არა, არ გინდათ მე რა თქმა მაქვს ჩემი პოზიცია, მაგრამ ამას ფიქრობთ, ვაზუსტებ კიდევ ერთხელ, რომ ფიქრობთ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო, სწორი გზა იყო, სწორი გადაწყვეტილებები ოპოზიციის მიერ მიღებული ამ წლის განმავლობაში. მე ვფიქრობ, მე ძალიან მიყვარს და ძალიან ღრმა ფილოსოფიური აზრი არის გიორგი კვინიტაძის ფრაზაში, ხო? რომელიც მან თქვა, როდესაც უკან იხევდა ჯარი თბილისის აღების დროს, რუსულ ჯარს უპირისპირდებოდა. თქვა, ომი წაგებულია, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ. ანუ ისეთ სასოწარკვეთილ სიტუაციაშიც კი რა თქვა, იცი? ღირსების დატოვება ბრძოლის ველზე არ შეიძლება. ხო შეიძლება რომ რუსთაველზე, აი ახლა დედაშვილს რო დაძდებენ რუსთაველზე, შვილი დაპატიმრებული ყავთ უკვე და დედა ის არის, რა ქვია, დედას დააპატიმრა. ხო შეიძლება რომ ამ ადამიანებმა თქვან, რომ მორჩა ახლა ჩავბარდეთ, რა ვქნა, ჩავბარდეთ. არასოდეს ისტორიულად ჩვენ რო ესე გაგვეკეთებინა, თქვენ არ იქნებოდით ტრაპაიძე პირდაპირ გეტყვით, ვერ დამისახელებთ ისტორიულ მაგალითს, რომ ქართველებმა არ იბრძოლეს და მოვიდა ის ვიღაცა ოსმალო და თქვა ჯანდაბას თქვენი თავი. არასდროს ეგეთ მაგალითი. არც თქვენ იქნებოდით ტრაპაიძე, არც თქვენ იქნებოდით დოლიძე. ეს თქვა შეიძლება არა მარტივად, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლის ხერხებზე ვლაპარაკობ პოლიტიკური პარტიების მხრიდან იმისთვის, რამდენად უკეთეს ფორმაში იქნებოდა პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკა ქვეყანაში. თქვენ ახლა ამბობთ, მესმის ეს თქვენი პოზიცია, თქვენი შეფასება, თქვენი ხედვა, რომ ვართ 100-ით თუ 10-ით 0. ვიგებთ. რამდენიღაცით 0-ს ყოველ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, მოწინააღმდეგე არის დაზიანებული გუშინ ყვარლის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაასისხლიანეს ერთმანეთი. ორივე მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო. ხა მაქვს კითხვა. რატომ შეიძლება ეს იყოს მერამდენე შემთხვევა ბოლო 2 თვის განმავლობაში, როდესაც თავად მმართველი პარტიის წევრები ასისხლიანებენ ერთმანეთს? რიჟვაძეცი დავიწყოთ. იმიტომ რომ მოწინააღმდეგე დაზიანებულია. ახლა ეს არ არის ბრძოლა, როდესაც დაზიანებულია. ხო, მე ვისი დამსახურებით არის? დაგახარიასი, დაზიანებული რო არის? არა, ჩვენი დამსახურებით არის, რომ დაზიანებულია. ჩვენი დამსახურებით არის, რომ ნებისმიერი იმპერიული შემოტევა მას ძვირი დაუჯდება. მათი დამსახურებით არის, რომ დაზიანებული არის. არა, იმიტომ რომ თავისთავად არავინ არ დაიზიანებდა თავს. ისე იქცევიან, რომ რაღაც ხანდახან მეჩვენება, რომ თვით დაზიანების იყენებენ. არა, ისინი დაზიანებულნი არიან, იმიტომ რომ არიან მარტო მე მონაწილეობა მაქვს მიღებული ძალიან ბევრ საერთაშორისო შეხვედრაში და მინდა გითხრათ, არასოდეს არ ყოფილა ესეთი ვითარება, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოფილა მიუღებელი. არასოდეს არ ყოფილა ესეთი ვითარება. და ეს გრძნობა ამ ადამიანებისთვის, რომელთა ქვეშევრდომებსაც ყავთ შვილების არჩენი, რომელსაც ხვალზე გასავე ჩასვავს ევროკავშირი აი დასასანქცირებელთა სიაში.
ეს გზნობა ძალიან რთულად ასატანია. ამიტომ მე მგონია, რომ რაც უფრო გართულდება მათი ვითარება, მით უფრო გართულდება იმ ადამიანების გვერდზე ყოფნა, რომელსაც ხვალზე დაიჭერენ და მე გეტყვით ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. ყველა ქართული ოცნების მესვეურს ურჩევ აიღოს ოცნების აუდიტის სამსახურის, ანუ ბოლო საქართველოს აუდიტის სამსახურის ანგარიშები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა ვინც ამ დაჭერებს ახორციელებს, აი ეს ანგარიშები აქ ხელში დადებული და აი ეს წყობრში მიყვება, რაც აუდიტის სამსახურში წერია. იმიტომ რომ თუ თქვენ ჭიდაობის ფედერაცია, ფეხბურთის ფედერაცია, ნებისმიერი გაერთიანება, თუ ის არის მოხსენებული აუდიტის სამსახურში, მასაც მიაკითხავენ. ეს არის რეალობა. კი ბატონო, დავაზუსტებ, ანა რომ 90 ხმა სჭირდება იმუნიტეტის მოხსნას და ქართულ ოცნებას 99 დეპუტატი ყავს ამ პარლამენტში. და თქვენ გონიათ რომ ერთ დეპუტატს ვერ შოვიდნენ? კი ბატონო. ანუ თქვენ 5 და 1 წამი, არა, მოდი დავუმატოთ არგუმენტი. იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებაზე რამდენი დეპუტატი გადაიბირა ერთ დღეში? კი, იყო ასეთი შემთხვევა. რამდენი დეპუტატი იყო? ოპოზიციის ხმები იყო. ოპოზიციის ხმები. 5 დეპუტატი. მაგრამ ვაზუსტებ თან დავაზუსტებ. 5 დეპუტატი იყო თუ არა? და ეხლა თქვენს დღევანდელ განცხადებას ვხსნი, ეს არის ემიგრაციის საკითხებზე ερოვნული გადარჩენის ხედვა. როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას? ეს იყოს ბოლო თემა, რომელზეც ვილაპარაკეთ. კი ბატონო, მე ვფიქრობ, უსერიოზულესი გამოწვევა არის, ამაზე ძალიან დიდი ხანია ვამბობდა. მიხარია რომ ეხლა რაღაცნაირად გააზრება ხდება რომ დემოგრაფიული გამოწვევა რეალურად ქართული ერის გადარჩენის პრობლემის წინაშე ვდგევართ ჩვენ. ეს არ არის მარტო რაღაცა პროგრამები, პროექტები, კანდიდატის სტატუსი, ჩვენ არ ვიქნებით, ან არ ვიქნებით. სტატისტიკის სამსახურო სიმართლეს ვერ გვეუბნება და გითხრეს რომ 2026-ში გეტყვითო. ეს ამას აჩვენებს. ამისთვის დავდეთ ჩვენ გეგმა, ამაზე ვმუშაობდი მე. ერთ-ერთი მთავარი უნდა იყოს ამ გეგმაში შესაბამისი გაზრდა ჯარიმების უცხოელების სამსახურში აყვანასთან დაკავშირებით მე ვხედავ უსერიოზური და ხალხი მწერს თვითონ რომელსაც სამსახურიდან უშვებენ. იმიტომ რომ ნახევარ ხელფასზე აყავთ უცხოეთის მოქალაქეები, რომელსაც მუშაობის ნებართვა არ აქვს. მუშაობის შრომითი ნებართვის გაცემა უნდა იყოს კვოტების მიხედვით, წინასწარ უნდა იყოს დათვლილი რამდენი უცხოელი და რა პროფესიის გვჭირდება ჩვენ. და შემდეგ თუ ამას ვინმე არ აღასრულებს 2000 ლარიანი ჯარიმა უნდა შემოიღონ მარტში უნდა იყოს 10000 სერიოზული ჯარიმა უნდა იყოს როგორც ევროპაში და რაც მთავარია ორნაირი ფასები პარკებში მუზეუმებში ფასები უცხოეთის მოქალაქეებისთვის ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვენთვის 20 ლარი ბავშვისთვის რომ უნდა წავიდეს მარტვის კანიონში არის ძვირი ეს არის თავიდან ბოლომდე ჩვენი გეგმა არის ევროპული გამოცდილებაზე დაყრდნობით და იმედი მაქვს რომ სერიოზული სამსჯელო იქნება მანამ სანამ მომექნება საშუალება რომ განვახორციელოთ. ანა ძალიან დიდი მადლობა.